ასეთი პარადოქსიც მქონია. რომ მოვიდა ჩემთან ხშირად მოვადა ბავშვის, ასე ვთქვათ, ოჯახი, წარმოდგენილია ბავშვი, სკოლამდელი ასაკის, ასაკშესული, შედარებით ასაკშესული ქალბატონი, რომელიც ბებია და აღვიქვებუნებრივია და ახალგაზრდა გოგო, რომელიც დედად აღვიქვი. და დავიწყეთ საუბარი და ნუ ხა ჩემი ანამნეზის მოგროვების შედარებით ისეთი სკრუპულოზური განუყოფელი ნაწილია გენეტიკაზე საუბარი, ხო? განწყობა ხო არ არსებობს ან ხველის ან როგორც საქართველოში ხო ხა დიაგნოზი ასთმა არავინ არ იცის, მით უმეტეს წინათაობამ. ჩვენთან ესე ამბობენ, სუსტი ბრონქები აქვს ჩემს ბებიას ბაბუასის. სუსტი ბრონქების უკან ძირითადად ასთმა დგას, ამიტომ მე ამ ტერმინებით ვესაუბრები. სუსტი ბრონქები ხო არა გაქვთ, ასთმა ხო არა გაქვთ, რო კითხო 100-დან 100-ვე გეტყვის რომ არა გვაქვს. ხო, სუსტი ბრონქებიდან 100-დან თითქმის 20-25 გეუბნება რომ სუსტი ბრონქები ვიღაცებს აქვთ სახლში. მოგეთ, ამით იმის თქვა მინდა, რომ როცა ესენი მოვიდნენ, ეს ცხოვრებისეული ამბავია და ეხლა შეიძლება არაფერი აქ პარადოქსულს არ ვამბობ. აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ასაკოვანი არის ბავშვის ძიძა და ახალგაზრდა გოგო არის ძიძის შვილი. და ნუ ჩემს ეხლა რაღაცნაირად ისე ემოციურად გამოვხატე, რომ სად არის ამ ბავშვის დედა და მამა. ერთი ჩავთვალე, რომ ხანდახან უცხოეთში არიან და რაღაცა ხდება ესე, ნუ მამ მითხრა, რომ დედაო მისი ძალიან მაღალი კომერციული თანამდებობის რაღაცა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა უჭირავს და მას დრო არ ჰქონდა რომ მოსულიყო. ნუ მე მას უთხარი, რომ პირველი ესე უთხარი, რომ მე ვთხარი, თუ ასეთი სამსახური აქვს მას, რომ მისი შვილისთვის არ შეუძლია ექიმთან ერთად წავიდეს, იმ სამსახურს მე ვთხარი, არ მე მაგალითად არ ვიცი და ღირს თუ არა საერთოდ ასეთ სამსახურში მუშაობ. მე ბევრჯერ შევხვდი, მე ის დედასთან ერთად უკვე ბავშვი მოვიდა და ჩვენ ახლა ურთიერთობაც კი ჩამოგვიყალიბდა და მიუტანეს მათ ეს ამბავი და მან თქვა რომ ეს ძალიან გულზე მომხვდაო და მე არ უშვებ ვაწე იმასო არასოდესო რომ მე სხვა ექიმთან შემჭირდები თუ სხვა მჭირდება რომ ჩემი შვილი ძიძებს და მის ასე ვთქვათ შვილს გავატან გავაყოლო. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი რომ რაც უფრო ბევრი კომუნიკაცია ექნება დედას ამას მოაყოლე მე ეს კონტექსტი. ხო ბავშვი არის უფრო ბედნიერი. მიხვდე ეს ძალიან მნიშვნელოვანი და რაც უფრო ბედნიერია ბავშვი ნაკლებად ავადმყოფობს. ეს მე არ მომიგონია დადგენილი ამბავია, აი აქსიომური ისტორია.